მოგესალმებით, ძვირფასა გამომწერება და პოტენციურად გამომწერება. დღეს ჩვენთან არის ზაზა ბიბილაშვილი და განვიხილავთ მეგობარი აქტის მეორე ნაწილს. გიორგი ყავდა, რომელიც არის შედარებით ტრამპის ხარდამჭერი, მაგრამ აი ზაზა პატონსაც რო შეხედა, უფრო ანტიტრამპისტულია და გაინტერესებს მისი აზრი, როგორია ტრამპის პოლიტიკა დღესდღეობით. თან ამერიკა საკმაოდ კარგად იცნობს როგორც ვიცი. და გამარჯობა პატონო ზაზა, მადლობა დიდი მოგზაურობისთვის. და აი თქვენი აზრი ხა როგორი იყო ეს მეგობარი აქტის საკითხი, ანუ ელოდებოდით ასე უცბად რო გავიდო და თუ დიდი ხანი არ ელოდებოდით ეს შედეგებს. გიორგი, პირველ რიგში მოგესალმები, მეც მივესალმები თქვენს გამომწერებს და პოტენციურ გამომწერებს. ამერიკას, შეიძლება ითქვას, მეც კარგად ვიცნობ, იმიტომ რომ მრავალი წელი მაქვს გატარებული ახალგაზრდობაში, როგორც სტუდენტს, მე მუშაობდი ერთი პერიოდი. მართალი გითხრა, არ ვიცოდი, აი ასეთი რაღაც ვირტუალური დებატების ნაწილი თუ უნდა ყოფილიყავი, მით უმეტეს როგორც ანტიტრამპისტი ამ ამპლუაში, ვინაიდან ჩემთვის ძალიან უჩვეულო რეალობა შეიქმნა ტრამპის არჩევით. არა მხოლოდ არჩევით, არამედ აი თებერვლიდან მოყოლებული, როცა მე ვიტყოდი წყალგამყოფი ან რაღაც ის ნიშანი, ის წერტილი, როდესაც რაც უცნაურობების მოხდენა დაიწყო, იყო JD Vance-ის გამოსვლა მიუნხენში, ხო? აი მაგ მომენტიდან. უჩვეულო რატო? იმიტომ რომ ტრადიციულად ყოველთვის ვიყავი რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერი და მომხრე, მიუხედავად იმისა, რომ იქ იყვნენ ადამიანები და ფლანგები, რომლებიც ჩემთვის გაუგებარი იყო ან მიუღებელი იყო, მაგალითად იზოლაციონისტური ფლანგი პირველ რიგში, რა თქმა უნდა. და ჩემთვის თუ რამეა მიუღებელი, ალბათ აი ის მაგალითად ის ოთხეული, რომელმაც იგივე მეგობარი აქვს, არ მისცა ხმა, ხო, ეს ოკასიო კორტესი არის ყველაზე უფრო ცნობილი სახე ხატი აი ამ ოთხეულისა, ეგრეთ წოდებული ვოუკ ლიბერალები, რომელიც ძალიან ბევრი უბედურების სათავეში არიან დღევანდელ ამერიკაში. ასე რომ მოდი პირველ რიგში ვიტყვი, რომ ალბათ იმედი უნდა გაგიცრუოთ, თუ რაღაც ანტიტრამპისტული იმის მოლოდინი ქონდა გადაცემის ზოგადად, ხო? იმიტომ ტრამპის პოლიტიკა, მოდი ასე ვთქვათ, გავყოთ ორ ნაწილად, თუ შეიძლება გაყო ორ ნაწილად, მაგრამ ძალიან ბევრი რამ, რომელსაც ქვეყნის შიგნით აკეთებს, მათ შორის რაღაც ვოუკ სიკიჟეების წინააღმდეგ ბრძოლა, ალბათ ის არის, რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის მისაღები, ნორმალური, სწორი და მისასალმებელი, ხო? აი ერთ რაღაცაზე რო შევჩერდეთ მარტო, ამერიკის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი იყო ეგრეთ წოდებული due process of law, ანუ არავინ არ შეიძლება დამნაშავედ იქნას ცნობილი, თუ მან არ გაიარა ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეტაპი, თუ მას არ დაუმტკიცდა ბრალი და ასე შემდეგ, ხო? და აი ამ ვოუკ სიგიჟემ მოიტანა დრო, როდესაც უბრალოდ ვიღაცა გეიშს, ანუ ვიღაცა ექსცენტრიულ შეუძლია აიღოს ნებისმიერ ადამიანს დააბრალოს რაღაც და ის ადამიანი დაკანსელდება. შეიძლება მე იმ ადამიანმა თავის სიმართლე დაამტკიცოს 2, 3, 5, 10 წელიწადში, მაგრამ ვიღას აინტერესებს, ვიღას ახსოვს, ამასობაში დაინგრა მისი სახელი, რეპუტაცია, გაუფუჭდა მას საქმე, განიცადა მას ფინანსური ზარალი და შესაბამისად პასუხის მომკითხავიც არავინ არის, ხო? ეს ერთი ძალიან მცირე, მაგრამ ძალიან მრავლისმეტყველი მაგალითია იმისა, თუ რამ გამოიწვია, რა შეეძლო გამოიწვია ამერიკაში ტრამპის არჩევა. ახლა ჩვენთან ბევრჯერ ამბობენ ხოლმე, რომ აი არ გვესმის და ისე გამოყავთ თითქოს აი ტრამპის ყველა მომხრე რედნექები არიან ან რა ვიცი, გაუნათლებელი ხალხი, რაც ასე ნამდვილად არ არის, ახლა რაღაც მარტივ ჭეშმარიტებას ვამბობ. სხვა ეგეთებიც არიან, ხო? მაგრამ მეორე მხრივ იყო ძალიან ბევრი ობიექტური წინაპირობა, რომელმაც განაპირობა ის, რომ რა ვიცი, 80 მილიონი ხმა ქონდა თითქმის, ხო, დონალდ ტრამპს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. არიან ადამიანები ამერიკის შიდა სივრცეში, რომლებიც ოდესღაც ჩემი გადმოსახედიდან იყვნენ ძალიან მარცხნივ და დღეს არიან ცენტრში. დღეს საუბრობენ აი იმ პრობლემებზე, რომელიც აქვთ დემოკრატებს თავიანთ წიაღში და რომელმაც გამოიწვია ტრამპის არჩევა. ეხლა ტრამპზე ბევრი კარგი თქვით აქამდე, რა არის მიუღებელი, გადავიდეთ იმაზე, ხო? რა იყო ეს ბოლო თვეები მიუღებელი? ეს არის, რა თქმა უნდა, მისი ხედვა საერთაშორისო ურთიერთობების. რომელიც არის ერთგვარად ანტისისტემური, ხო? შეიძლება ბევრს უთქვამს, რომ სისტემურობაში არის ზუსტად პრობლემა, რომ ჩამყავდა ეს სისტემა მათ შორის ვაშინგტონში და ეს ყბადაღებული deep state, რომელზეც ჩვენც ვილაპარაკებთ, ხო? ეს მოგონილი ტერმინი, აი ის არის დასამარცხებელი, ვინაიდან ყველა უბედურობა აქედან მოდის, მაგრამ სისტემურობა არის ის, რაზეც ნებისმიერი დემოკრატია, ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფო დგას, არის რაღაც კორპორატიული თუ ინსტიტუციური მეხსიერება. და მაგალითად, როცა ახალი პრეზიდენტი მოდის, მას არ სჭირდება, რომ თავიდან ისწავლოს რუსეთის ისტორია, ხო? მას რუსეთის ისტორია, რუსეთ
კანადასთან არსებული დიპლომატიური გამოწვევები და კონკრეტული кейსები გამზადებული ფორმით აქვს შესაბამის უწყებაში. ამ შემთხვევაში დაუშვათ ავიღოთ სახელმწიფო დეპარტამენტი ან ავიღოთ საგარეო დაზვერვის სააგენტო, ხო? მაგრამ როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ შენ არენდობი საკუთარ უწყებას, როგორც არის CIA, როგორც ეს გააკეთა ტრამპმა პირველი პრეზიდენტობისას, ჰელსინკიში როცა ჰქონდა პუტინთან სამიტი, და ამბობ, რომ მეორე მხრივ არ გაქვს მიზეზი და არ გაქვს საბაბი თუ საფუძველი რომ არენდო პუტინს, ეს ბილად რომ თქვა დამაბნეველია. მაგრამ პირველი ვადისას ბევრად არ გაცდენილა ამას ის ზიანი, აი ამ რიტორიკულ ჩავარდნებს, ვინაიდან ბევრი კარგიც გააკეთა მაშინ, თუნდაც იგივე უკრაინისთვის და საქართველოსთვის ჯაველინების მიწოდება რო გავიხსენოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეხლა, როგორც ვახსენეთ, დაიწყო ერთგვარი ჯვაროსნული ომი შინაურების წინააღმდეგ, ხო? ამასაც ორი მხარე აქვს. ეხლა მოდი ასე ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ ტრამპს, არ ნიშნავს, რომ რასაც ტრამპი ამბობს, ყოფილი არ სწორია. მაგალითად, როცა ამბობს, რომ ევროპამ თავის თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, ეს არის სწორი. ეს ასე უნდა ყოფილიყო აქამდეც და ეხლა თუ იზამს ამას ევროპა და ამას აკეთებს ევროპა, ეს არის კარგი. საუბარი უფრო მეტად იმაზეა, რომ ის ფორმა, რომელთაც ტრამპი ბევრ რაღაცას აკეთებს, არის მოკავშირეების, ანუ მიუღებელი სუბიექტური შეფასებაა, ხო, მიუღებელი ყველასთვის სხვადასხვა რაღაც შეიძლება იყოს, მაგრამ დე ფაქტო, ანუ ფაქტობრივად რა შედეგიც მოაქვს, ხო? მოიტანა ის შედეგი, რომ ძალიან ბევრი მოკავშირე რაზეც დგას ამერიკის სიდიადე, ხო? ანუ ეს კავშირებზე ხო დგას იმაზე, რომ ვიღაცის დაპყრობა კი არ უწევს, ალბათ თანამოაზრეები არიან. აი ამ რეგიონში თუ ყავს თანამოაზრე, შეგიძლია რომ მას დაეყდნო. და პირიქით, აი ამაზე დგას მეორე მსოფლიო ომის მერე დიდწილად ის საერთაშორისო წესრიგი, რომელიც შეიქმნა, ხო? და აი ამას შეუყენა ერთგვარად საფრთხე. როდესაც საუბარი არის ხოლმე, რომ აი ამერიკა პირველ რიგში უნდა დავაყენოთ და სხვების ინტერესები არ გავითვალისწინოთ და ღმერთმანი, ხო, ანუ ბუნებრივია, ყველა სახელმწიფომ საკუთარი ინტერესი უნდა დააყენოს პირველ პლანზე და ასეც აკეთებს ყველა, ხო? მაგრამ როდესაც საუბარი არის ხოლმე იმაზე, რომ აი თითქოს ყველა იყენებს ამერიკას, ჩაგრავს ამერიკას, ეს ერთგვარად მოდი ასე ვთქვათ, არასწორ ემოციებს, განწყობებს და მიმართულებებს კულტივირებს შიგნით ამერიკაში, ხო? აი მარტივად რო ვთქვათ, ეხა შენი სამყაროა, შენი წესებია. პაქს ამერიკანაში ვცხოვრობთ 1945 წლის შემდეგ, ხო? ვინ გამოიყენა ეხლა, კაი, რაზე ვლაპარაკობთ, ხო? ყველაზე მდიდარი, ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო ხარ, რომელიც თელ დედამიწის გარშემო ახერხებს საკუთარი ძალაუფლების პროექცირებას და ამას აკეთებს ალიანსების, სამხედრო, ეკონომიკური და რბილი ძალის მეშვეობით. ცხადია, ბევრი რამე შეიძლება იყოს შესასწორებელი, გადასაკეთებელი, იქნება ეს ტარიფები, იქნება ეს ვიღაცის მიერ საკუთარ თავდაცვაზე დახარჯული თანხები თუ ასე შემდეგ, მაგრამ ამის გაკეთება იმ ფორმით, რომელთაც ამას აკეთებდა, ეხლა თითქოს შენელდა ეს ტენდენცია, როგორც ამას აკეთებდა ტრამპი, აი თებერვალ-მარტში და გარკვეულწილად აპრილში, ხო? უფრო მეტი ზიანის მომტანი იყო. აი ავიღოთ იგივე გრენლანდიის მაგალითი. გრენლანდია, რომელიც ავტონომიური ტერიტორიაა დანიის შემადგენლობაში, რო ეთქვა ტრამპს გრენლანდიისთვის ან დანიისთვის უბრალოდ, რომ იცი რა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია. არქტიკის მნიშვნელოვნება იზრდება, იქ ძალიან ცუდად თამაშობენ რუსები, კი ძალიან ცუდად თამაშობენ ჩინელები და მინდა რომ გრენლანდიაში თუ ზე რომელია სწორი არ ვიცი, დამატებით 10 სამხედრო ბაზა გავხსნა. რა ვიცი, დანია ასე თქვა რომ არ გახსნა? თუ ჩემს მიუღება, ანუ ხო, ნულის ტოლია ამისი ალბათობა. მეორე მაგალითი თქვათ, კანადა არის სახელმწიფო, რომელსაც რეალურად 10 წლეულობის განმავლობაში თუ ყოველთვის ქონდა ამერიკასთან პრაქტიკულად აი მიბმული საგარეო პოლიტიკა. ბევრ ქვეყანაში კანადას დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ქონდა, იმიტომ რომ იგულისხმებოდა, რომ ამერიკელებზე იყვნენ მიბმული. ტრამპმა შეძლო კანადელებში, ნუ არ ვიტყოდი რომ გააღვიძა, მაგრამ განამტკიცა რაღაცნაირი ანტიამერიკული სენტიმენტი და ეს გახადა ქვაკუთხედით ახალი კანადური იდენტობის, ხო? ანუ ეს იდენტობა იმდენად მყარი არის, ანუ ამერიკაში ამერიკელობა
ძალიან ბევრს ნიშნავს, ხო, დროშა, ჰიმნი, ბრძოლა, რომელიც მათ მოუგეს ბრიტანეთის იმპერიას დამოუკიდებლობისთვის, მე 1812 წლის ომი, სამოქანო, ძალიან ბევრი ისეთი რაღაც მოხდა მათ ისტორიაში, რაც ძალიან მტკიცედ აქვიტკირებს მათ ეროვნულ იდენტობას, მიუხედავად იმისა, რაც გვეუბნება რუსული პროპაგანდა, მაგრამ კანადელებს ასე მყარად ეს არ ქონდათ და შეიძლება ითქვას, რომ ტრამპმა ერთი დიდი აგური დადო იმ გზაზე, რომ კანადური იდენტობა გამტკიცებულიყო ანტიამერიკულ პლატფორმაზე. ხა რამდენად ჭკვიანურია ეს? ერთად ვიმსჯელოთ. ანუ ეგ ისეთ საკითხებია, ეხა კანადა და დანია, რასაც ტრამპი პირად გამყუნებული ყავს. ეხა მაგათ ევროპული საკითხები, რაც იყო ეს თავდაცვის უზრუნველყოფა და ევროპულ თავდაცვაზე მოთხოვნა, ასე ვთქვათ, რომ 5% იყოს, ამ თემას ვამართლებდი რა და ყველანაირ მეთოდს ამით დავიწყეთ, ხო, რომ მე ცალსახად ვამართებ. და ეხა კანადის თემას იმიტომ ყველაზე მეტად იმიტომ ამტყუნებ, რომ მაგით ლიბერალურ პარტიას პირიქით რეიტინგი გაუმორმაგა, იმიტომ რომ მან მემარცხენეობა აიღეს ნაციონალისტების ნიშა და პირიქით ასე ვთქვათ, კანადელი კონსერვატორებს უხეშად ვთქვათ გაუჩალეთ ჩასავით რა და მაგ კანადის ამას ძალიან ამტყუნებ, იმიტომ რომ მეზობელი სახელმწიფო არის და რაღაცა პროპაგანდა იმით გაამართლა, რომ აი რუსები ხო ამბობენ, რომ რუსეთი და ამერიკა ხო ერთი ვართ, რომ ორივე იმპერიალისტური ძალა ვართ და კანადის თემით ძალიან გაამართლა ეგა და მაგაში ჩვენც ვამტყუნებთ ხოლმე რა და როგორც შედარებით მეტა ტრამპისტი ასე ვთქვათ, მაგასაც ვამტყუნებ ხოლმე, იმიტომ არ მიგოჩნია ეს ამბავი სწორად. ხო, მოდი ასე ვთქვათ რა, ქართველებს და ამას ვამბობდი სულ 20 იანვრამდე და JD Vance-ის გამოსვლამდე, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამერიკაში და პოლიტიკაში ჩვენი პრეფერენციები საჯაროდ ვაფრიალოთ, ხო? ზოგს ტრამპი მოწონს, ზოგს მაკეინის და რეიგანის ტიპის რესპუბლიკელები მოწონს, მე მათ რიცხვში ვარ. ზოგს, რა ვიცი, სენდერსი მოწონს, ბერნი, მე მათ რიცხვში არ ვარ, ცალსახად ერთმნიშვნელოვნად. ოკასიო კორტესზე რო არაფერი ვთქვა, თუმცა მათ შორის ძალიან ესეთი ეფემერული სხვაობებია, მაგრამ ჩვენ ვინც არ უნდა იყოს ამერიკის ხელისუფლებაში, გვჭირდება მათთან მუშაობა, ხო? აქედან გამომდინარე, რა ვიცი, ოკასიო კორტესის რო აერჩია, ჩვენ მოგვიწევდა მასთან მუშაობა. ჩვენთვის პრობლემა იქნებოდა ის, რას იზამდა ის ევროპასთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ეხლა საქართველოსთან მიმართებაში დავიწყოთ ამაზე საუბარი. აი მეგობარია და ხო, მანდ მინდა ეხა წავიდე, ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთო კომიკური წერილი აფრინა ივანიშვილმა კობახიძის ხელით თუ სახელით ვაშინგტონში ეს საჯარო წერილი ხო საერთოდ კომიკურობაა ეხა დიპლომატი ეს ნიშნავს რომ დიპლომატიამ კრახი განიცადა ეს ნიშნავს რომ ლობისტურმა მცდელობებმა კრახი განიცადა ანუ საერთოდ ვერანაირად ვერ მიაწვდინა ხმა ან სადაც მიაწვდინა ყველა კარი დაგიკეტეს ყველგან გაგინეს ყველგან უგან გაგატრიალეს და ეხლა იძულებული ხარ რომ ღია წერილები წერო საკუთარ პროპაგანდისტულ მედიაში ხო ნუ ფორმის თვალსაზრისით არის უსუსურობა, უნწეობა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ ღია წერილის მიზანი რეალურად სხვა იყო, ახლა ტრამპის იმის ილუზია არ აქვს, რომ ტრამპი წაიკითხავს ამას და ვაიმე ეს რა ჩავიდინეო, რამხელა შეცდომა მომივიდაო და მოდი ახლა მოვეფერები ამათ, ხო? ამის ილუზია არ აქვს, მაგრამ აქვს იმის მოლოდინი, რომ ამით შიდა ბაზარზე გაყიდიან საკუთარ კიდევ უფრო მკვეთრ შებრუნებას რუსეთისკენ. მიტყვიან რომ ხო, არ მიყვარს ჩაჭრა, მაგრამ შეიძლება ითქვას რომ აი პროპაგანდა უფრო ამუშავენ, რომ აი ჩვენ ამერიკასთან ვცადეთ დალაგება, აგე წერილის გაულაგეთ, შერიგება გვინდა, მაგრამ თვითონ გაგვაგდეს ასე რომ ვთქვათ რა და მაგით ვთქვა ხო პროპაგანდა ხო შესაძლებელია ეგ უფრო ვიდრე ის რომ ეგ არის ზუსტად რასაც ვამბობთ, კი ბატონო, მართალი ხარ აბსოლუტურად, რომ უთხრან თავიანთ, რა ვიცი, ამორჩეველი არც ქვია ამას, ხო ეს არის რეალურად რაღაცნაირი ფინანსური და სხვა ტიპის ინტერესებითა და კომპრომატებით ერთმანეთთან დაკავშირებული ხშირ შემთხვევაში დანაშაულის თანამონაწილეების კონგლომერატი, ხო? აი ამ ხალხს მისცენ საბაბი, რომ თქვან, რომ აი ჩვენგან არ გვინდოდა ამერიკა. ჩვენ როგორ არა ვართ პოდასავლურები, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ და იმან უარი გითხრა და აბა სხვა რა გვეკნა, ხო? სხვა შორის აი ამ ეგრეთ წოდებულ ღია წერილში ეწერა ბაიდენის ადმინისტრაციაზე მის დანაშაულებრივ ქმედებებსო კი გმობთ, მაგრამ არასწორებთ, ხო და უბრალოდ იმაზე რო არ ვიმსჯელოთ, ხა ბაიდენი რა იყო და ტრამპი როგორია და მაგ თემაში რო არ შევიდეთ, რატო იცი რომ მაგას ყოველთვის სხვა მიმართულებით მივყავართ. აი, ვინც ტრამპს თუ გააკრიტიკებ, ჩემი მეგობრები, რომლებიც არიან ტრამპის აქტიური მხარდამჭერები, გეტყვიან რომ აი, აბა ბაიდენი გერჩივნა. არა, მე არც ბაიდენი მირჩევნია, არც ტრამპი, მე მინდა კონკრეტული ქმედებები ჩემს რეგიონთან მიმართებაში, მინდა კონკრეტული ქმედებები უკრაინასთან მიმართებაში პირველ რიგში, ვინაიდან იქ წყდება დღეს საქართველოს ბედიც და რა თქმა უნდა საქართველოსთან მიმართებაში. ხო და სად ვიყავით? ის პროპაგანდას დაკვირვებულად. ხო, და მაგის თქმა უნდა ამ თავისიანების რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ და არ გამოგვივიდა. თუმცა ცხადია ხა ყველაფერი რასაც ესენი აკეთებენ არის იმთავითვე ყალბი, ანუ მაგალითად ტრამპის შემთხვევაში ძალიან ბუნებრივია, ძალიან ლოგიკურია
რასაც ის ამბობს ამერიკის შიდა პოლიტიკაზე, ხო, რასაც ის ებრძვის. იქ ეს ვოუქსი გიჟეები და მსგავსი აღარ ჩამოვთვლი რაღაც ლუნატიკურ მიმდინარეობებს, რომელიც იქ არის, იქ ეს რეალური პრობლემაა. მაგრამ როდესაც ყავს ქართული ოცნება 3-4 წლის წინ ჯერ კიდე ევროპელი სოციალისტების წევრი რო არის, წარმოიდგინე, რომ სოციალისტური პარტიაა, თვითონ ასე წარმოაჩენს თავის თავს, იქიდან მერე პანჩურით აგდებენ რეალურად, ეუბნებიან, რომ აი თქვენ აქ უბრალოდ არაფერი არ გესაქმებთ, რომელიც ყველაზე მიმღებელი იყო ყველა პარტიის მიმართ და ეგეთმა ჯგუფმა გააგრო პარტია, რასაც ქვია. რა თქმა უნდა, იმათ რო უთხრეს, აი თქვენ ჩვენთან აღარ იქნებით, მე ეცობ ესენი წამოვიდნენ და გაბუტულებმა თქვეს, რომ ეხა ჩვენ ვიქნებით ულტრამემარჯვენე ახალი პოლიტიკური იდენტობის გამტარებელი და მოდი ახლა ჩვენც ვილაპარაკებთ იმაზე, რაზეც ლაპარაკობდა ტრამპი, რომ ეგებ სადღაც დაემთხვეს ჩვენი ინტერესები ვარსკვლავების კონსტელაცია თუ დაალაგდა ისე. თან კომიკური მანდისა რომ ულტრამემარჯვენეები ჯგუფშიც ვერ ხვდებიან ვერანაირად, იმიტომ რომ იქაც არის ისეთი ხალხი, რომელსაც ნერვები მოუშალეს რა, ეხლა მაგალითად ევროპელი პატრიოტები, რომელსაც ეძახიან, იქ ხო პოლონელი მემარჯვენეები არიან და პოლონელი მემარჯვენეები ამათ ვერ იტანენ, იმიტომ რომ მიშასთან რაღაც დაძაბულობის გამო რა. და ეგეც იყო კონკურენტი, ანუ აქაც არიღებენ და იქაც არიღებენ დაახლოებით. იგივე პოლონელების შემთხვევაში ახლა პოლონელებს ვერ დავწამებ პრორუსობას, ხო? და ეს არის ეს ფონად გასდევს ქართულ ოცნებას ყველაფერში. ესენი არიან პრორუსული ძალა, ესენი არიან რუსული ჰიბრიდული ძალა. ეს არ არის პარტია, რომელსაც გააჩნია თავისი ღირებულებები, რომელმაც რაღაც ტრანსფორმაცია განიცადა, ხო, მაგალითად როგორც ორბანი იყო. ორბანი იყო ეგეთი ტიპი, იწყებდა როგორც ლიბერალი პოლიტიკოსი 90-იანებში. აი ორბანზე ვიზახო მე ილია ჭავჭავაძეს ხო ლიბერალი ბურთვით რუგალია. აი მაგის წარსულით რო წავიკითხე რაღაცა, ლიბერალი ბურთვით რუგალი იყო ჩვეულებრივი და მე გახდა უცბად წარმოუდგენელი ულტრამემარჯვენე კორუმპირებული ფიგურა, რომელმაც ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია გაიცადა სოფლიო პოლიტიკაში. და ეს გააკეთა საკუთარი კონკრეტული პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ორბანი ყოველთვის იყო დამოუკიდებელი მოთამაშე. ანუ მან მოიგო არჩევნები და რაღაცეები გააკეთა როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშემ, ხო? და ივანიშვილი და ქართული ოცნება არასდროს დამოუკიდებელი მოთამაშეები არ ყოფილან, ესენი ყოველთვის იყვნენ შექმნის წუთიდან, ეს იყო რუსული პოლიტიკური პროექტი. შექმნის წუთიდან. ეხლა შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ რა ვიცი, რო გავიხედოთ უკან დროში, რასაც მე და ჩემნაირები ამბობდნენ 2011-ში, 12-ში, 13-ში, 14-ში და ზოგი თვალებს რო ატრიალებდა და ზოგს რო ვაიმე რა უხერხულია ეკერა პირზე, ხო? ხო აღმოჩნდა რომ ასე იყო ყველაფერი. ხო აღმოჩნდა რომ ასე იყო, ხო და ახლა რაც უფრო მარტივად და მალე შევთანხმდებით საბაზისო ჭეშმარიტებებზე, მით უფრო მალე შევძლებთ წინ წასვლას. ახლა რო გავიხსენოთ ოცნების რუსული კავშირები კი არა, რუსული მანდატი, ხო, იმ თავით რუსული გზა რაც მათ გაიარეს, პირველი რომ მოვიდნენ მათი მთავარი პოლიტიკური დეკლარაცია რა იყო? პირველი აქტი დიდი პოლიტიკური რა ჩაიდინეს. ეს იყო ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების ამნისტია. შეადგინეს დაახლოებით 220 კაციანი სია, სადაც შესულან იქ იმ 220 კაცში იყვნენ მკვლელები, რეციდივისტები, ტერორისტები, ჩვეულებრივი ოღონდ, აი ვიღაც რო ყოფილიყო ფაქტობრივი მკვლელობისთვის იძდა ვიღაც ციხეში, მაგრამ აღმოჩნდა რომ იმას ბიძაშვილის რაღაც მეზობელი ყავს პოლიტიკოსი, მაშინდელი ოპოზიციონერი და დღეს ხელისუფლებაში მყოფი, ხო? და აქედან გამომდინარე იჩალიჩეს იქ ეკაბესელია ნახეს, იქ ვიღაცასთან გავიდნენ ხაზზე და შეიყვანეს ამ სიაში, ხო? მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სიაში იყვნენ რუსული FSB-ს ოფიცრები. აი წარმოიდგინე ახლა უბრალოდ რომელ თეორიულ სცენარში შეიძლება ოკუპანტის სახელმწიფო სპეცსამსახურის ოფიცერი, რომელიც საქართველოში იმყოფება სამსახურებრივი დავალებით, იყოს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარი. აი რომელ თეორიულ სცენარში შეიძლება კი, თუმცა აი მაგაზე რო გვილაპარაკი ადრეს, ანუ მაგ სიაში ბევრი ყოფილი ესეთი, ვინც მართლა უდანაშაულო იყო. რა მაგალითად ჩემი ახლობლის მამა იყო, რომელიც მართლა უდანაშაულო იყო მაგ საქმეში და ეგეთ ადამიანები რამდენიმე იყო მართლა, ანუ მართლა მაგალითად ისიც იყო, რომ ანუ იმას კი არ ვამბობ, რომ ყველა არასწორი დიჯე ვიღაცები. ეხლა მაგალითად ჩემი ახლობლის მამა, რომელსაც პირადად ვიცნობ, ის მართლა უდანაშაულო იყო, მაგრამ ეხლა მაგალითად ტრისტან წითელაშვილია, ერთ-ერთი ცნობილი კგბ-შნიკი, ის მართლა დასაჭერი იყო იქ. მოდი ამ 220 კაციან სიაზე შეგვიძლია ასე ვთქვათ რა, არიან ყველა 220 კაცზე მე არ მაქვს პოზიცია, მაგრამ ძალიან ბევრი кейსი მაქვს გავლილი თავის დროზე, იმიტომ რომ სათითაოდ იყო ეს кейსები დადებული. მინდა გითხრა რომ ამ ამნისტიას ჩაეხსნა ყველა სანდო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მაშინ ქართულ საია პირველ რიგში მე მგონი ტრანსპერენსიც მანდი იყო და ანუ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მაშინ ოცნებასთან ერთად იყო ამ პოლიტიკურ პლატფორმაზე, რომ კი პოლიტიკური პატიმრები არსებობენ და ისინი განთავისუფლდნენ. აი ესია რომ მივიდა მათ წინ, ხო, ამათ მოგეს რომ ჩვენ ამას ხელს არ მოვაწევთ. ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას არ ავიღებთ, ხო? ხო მე არ გამორიცხავ იქ იყო რაღაც ერთეული შემთხვევები, რომლებიც შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ თავი რა არის? კიდევ ერთხელ
მეორე იქ იყვნენ FSB-ს ოფიცრები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ სამხედრო დავალებით, ხო? რუსული სახელმწიფოს მიერ მოვლენილი აქ. ეს ხალხი როგორ შეიძლება ყოფილიყო პოლიტპატიმრები? ანუ პირველივე პოლიტიკური აქტი, რომელიც ოცნებამ ჩაიდინა 2012 წელს, იყო რა? იყო ის, რომ ჩვენ რუსებთან არამხოლოდ თავისუფლად ცარიელი ფურსიდან ვიწყებთ, არამედ ანუ ტრეებს ვეძახით პოლიტპატიმრებს. ეს არის სხვა ტიპის განაცხადი, რომელიც საქართველოს ისტორიაში მე მსგავსი რამ არ მახსენდება მომხდარიყო ოდესმე. ხო და ის მეგობარ აქ ხე ელოდებოდით რომ ასე უცბად გააქტიურდებოდა ეს საკითხი, იმიტომ რომ დაახლოებით 1 წელი რაც პოლიტიკაში შემოსული არის გასული წლის მაისიდან შემოიღეს უკვე, მაგრამ ერთი პერიოდი გაჩერდა, ეხლა უცბად გაცოცხლდა და ელოდებოდით რომ ასე უცბად განხორციელდებოდა ეს აქტი და უცბად მიიღებდნენ თუ იმედები გარაწურული ქონათ იმის ფონზე რომ ტრამპი ისეთ განცხადებებს აკეთებდა რაც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო, ასე რომ ვთქვათ. ხო, იმედები გადაწურული ნამდვილად არ მქონდა, თუმცა აღარ დაგიმალოდა არც ასეთი სისწრაფით მის ხელახლა დაბრუნებას ველოდი პოლიტიკური დღის წესრიგში, ეს იყო სასიამოვნო სიურპრიზი. მით უმეტეს რომ ეს აქტი დაახლოებით შარშან ამავე დროს იქნა ინიცირებული, ხო? და აი ეს თვეები თითქოს შეჩერებული იყო მისი განხილვები. ის რომ ეხლა ეს აქტი მიიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ორმაგად მნიშვნელოვანია რომ ის მიიღო ორპარტიულმა კონგრესმა, ქვედა პალატამ, წარმომადგენელთა პალატამ 359 ხმა მიიღო და ყველა, უკიდურესი მემარცხენეებისა და რამდენიმე უკიდურესი მემარჯვენის გარდა ორივე პარტიის ბირთვმა მისცა მას ხმა. აქ რო ტრამპს ერთი სიტყვა ეთქვა, უბრალოდ რომ იცი რა, ეს არ მიიღოთ, გამორიცხულია, უბრალოდ არ დაიძრებოდა ეს თემა. ქვედა პალატაში და ამასობას ჩვენ ხედავთ რომ უკვე შესული არის სენატში, სენატის საგარეო კომიტეტი გავლილი აქვს უკვე და შესაბამისად ესეც ხოლო ტექნიკის ამბავია თუ როდის მიიღებს მას სენატი. ამას აქაც ასე ვქოთ, მე დიპლომატიურ სიგნალად გამიხილავ რეალურად, რომ დიპლომატიური სიგნალი გამოუგზავნა დასავლეთმა, ამერიკამ უბრალოდ და საქართველოს, რომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გარადგათ, თუ მართლა გინდათ დალაგება, ესე იგი უნდა გახდეთ უფრო დემოკრატიული სახელმწიფო და არა ის რაც თქვენ აკეთებთ და პლუს სიგნალი გაუგზავნეთ ჩინეთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხა ოცნებამ მაშინ როცა ესე დაძაბული სიტუაცია იყო, ჩინეთის მხარე აირჩია, მაგალითად ჩინური ენა რო შემოიტანეს, მე თუ მკითხავ, მე და გიორგი ლაბაძე ვისაუბრეთ მაგალითად და ჩინური ენის შემოტანს ერთგვარი სიგნალი იყო და ეს ნაბიჯი მეგობარი აქტი, ასე ვთქვათ, დიპლომატიური სიგნალი იყო ამერიკის მხრიდან რა, ან გამოსწორდებით, ან ამ აქტს საბოლოოდ მივიღებთ და უკვე ხელშეგიშლით უკვე ბევრ რაღაცა შეადათ, საბოლოოდ ურთიერთობა გაწყდება. ხო, გიორგი, მე მგონია, რომ დიპლომატიური სიგნალი უფრო ადრე იყო, როდესაც ელჩი შეხვდა ამერიკის ელჩი შეხვდა მაკაბოჭორიშვილს, გვახსოვს ის შეხვედრა, რამდენიმე კვირის წინ იყო. მაშინ გაჟონა ინფორმაციამ, რომ ძალიან კონკრეტული გზავნილები იყო გადაცემული ვაშინგტონიდან ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ. ის ფოტოც ვნახეთ, სხვადასხვა ახლა მე არ ვარ იმათ შორის, ვინც აი ფოტოებზე დიდ აქცენტს აკეთებს ხოლმე, იმიტომ რომ ხშირად ხდება ეგეთი რაღაც, რომ გეტყვან აი რა სახე ქონდა და აი ამაზე აგებენ მე რაღაცას, ხო, აი რაღაც კარგ ხასიათზე იყო თუ არა, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ფოტო ზუსტადაც რომ ძალიან მეტყველი იყო, ხო? შეხვედრის შემდეგ გადაღებულ ფოტოზე ამერიკის ელჩსა და ამ ივანიშვილის წარმომადგენელს შორის, ბოჭორიშვილს შორის, თავს მეტრი თუ მეტრნახევარი სხვა დისტანცია იყო, რაც ძალიან მეტყველია დიპლომატიის ენაზე. მაშინ მოხდა ზუსტად აი ამ დიპლომატიური გზავნილის გადაცემა, ზუსტად ეგ იყო სიგნალი და ჩვენ ვნახეთ, რომ მეორე დღიდანვე, ნაცვლად იმისა, რომ ოცნებას რაიმე შეეცვალა, მათ გაამკაცრეს და უფრო გააუარეს ეს რიტორიკა ამერიკის წინააღმდეგ, მათ ახალ საფეხურზე აიყვანეს პოლიტიკური დევნა, დაჭერები, ჯარიმები, აი ამ დრაკონული კანონების მიღება, რომელსაც უკვე უბრალოდ კითხვასაც ვეღარ ვასწრებთ, ისეთი ტემპით იღებენ ამ, რა ვიცი, აი უბრალოდ თავისუფლების შემზღუდავ კი არა, სიცოცხლის მომგუდავ კანონებს ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ხო? შესაბამისად ამერიკა მიხვდა, რომ აზრი აღარ აქვს ამათან ლაპარაკს, ეხლა უდი ძაღლისა არ გასწორდების, არა კირჩხივი მართლად ვალსო, ხო, როგორც ნათქვამია და შესაბამისად ეხლა მეტი არ იყოს ჩემი მტერი, რომ აი ეს ხალხი გადაწყვეტს, რომ ისა ჩვენ მე მგონი არასწორ რაღაცას ვაკეთებთ და ეხლა უნდა შევცვალოთ პოლიტიკა. არა, ამათ საშვილი არ იქნება და შესაბამისად ამერიკამ თქვა, რომ ესენი უნდა დავასანქციოთ. ეხლა ჩვენც რომ თავი ზედმეტად არ დავიმშვიდოთ ამ მეგობარი აქტით, რომელიც ძალიან კარგია ცალსახად 100%-ით მისასალმებელია რაც ხდება, ვინაიდან ეს არის ქართველი ხალხისთვის გაწვდილი მეგობრობის ხელი და ქართველი ხალხის მტრებისთვის შესაბამისი სანქციების დაწესება და შესაბამისი პირობების შექმნა საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ მხოლოდ ეს სანქციები ცხადია არ იქნება საკმარისი.
ცოტა უფრო რეალობაში რო დავბრუნდეთ, იგივე რაღაც კუბა ყავს ამერიკას, ყურის ძირში, ფლორიდიდან 90 მილში, რომელსაც 60 წელია სანქციები ერდებს, მაგრამ კუბაში სამწუხაროდ დღემდე კომუნისტები და დღემდე პრორუსები არიან. ესეთი რაღაც არ უნდა მოხდეს, ანუ ეს უარყოფითი მაგალითებიც უნდა გვახსოვდეს, ვინაიდან, თეორიულად ხო არის იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთი დაინგრეს და როგორც კუბაში დარჩა კასტრო, აქ დარჩეს ივანიშვილების ეს ფეოდალური კლანი, ხო? არ მინდა ამის დაშვება, მაგრამ მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ თავისთავად არაფერი მოხდება ისტორიაში. დედააზრი ის არის, ასე ვთქვათ, რომ სანქციები მარტო არაფერი, ანუ მოსახლეობაც უნდა იაქტიუროს, ასე რომ ვთქვათ, და ეხლა მოსახლეობამ არაფერი თუ არ გააკეთეს, სანქციები ვერაფერს ვერ გიშველის და თან ეხლა ისეთი სამყარო, როცა სხვა ალტერნატივებიც არსებობს, თავისუფლად შეუძლია სანქციების რეჟიმში სხვა პარტნიორები გამოძებნოს. ეხლა მაგალითად რუსეთთან თავისუფლად შეუძლია დალაგდნენ ეხლა ან ირანთან ან ჩინეთთან უკვე ლაგდებიან და ეგეთი რაღაცების მნიშვნელოვანია რომ სანქციები მარტო არაფერი არის საზოგადოებრივ მოქმედებას მეტად მნიშვნელოვანი არის. კი, გეთანხმები რა თქმა უნდა, ეხლა 3.5 მილიონი ვართ ჩვენ ამ ქვეყანაში დარჩენილი. სხვა შეიძლება კიდე ცალკე ტრაგედიაა, საქართველოს რომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 34 წლის წინ, საქართველოს მოსახლეობა იყო 5.5 მილიონი, ანუ 2 მილიონი ადამიანი დაგვაკლდა. მათ შორის დაახლოებით 1.5 მილიონი თუ შეიძლება მეშლება, მაგრამ მე მგონი არ მეშლება, 1.5 მილიონი აქედან დაგვაყდა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში. ანუ აი რა არ გამოვიარეთ 90-იან წლებში, რა არ გამოვიარეთ მაშინ ხო ეს ომები, უბედურება, კრიმინალი, მაგრამ აი ამდენი ხალხი მაინც არ წასულა, რაც ივანიშვილის დალაგებულ და მშვიდობიანი საქართველოსთან მიდის. ხო და ამ შემთხვევაში ჩვენ გჭირდება, კი ბატონო, ჩვენ გჭირდება საზოგადოების აქტიურობა, რომელსაც ნაწილობრივ ხედავთ, აი პროტესტის სახით, ნაწილობრივ რატო ამბობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ამ მიმართულებით, მათ შორის უფრო მეტი კოორდინაციის და გაერთიანების მიმართულებით. ხო, ცოტა არასერიოზულია, როდესაც საუბრობენ ვიღაცის ბანერს თუ ხედავ, იქ არ დავდგები და ვიღაცას ახსენებს, იქ არ დავდგები, იმიტომ რომ აი ყველას გვერდჩიან რა დროს ამაზე კინკლაობაა, ჩვენ თავარია რომ ეგზისტენციური საფრთხისგან დავიხსნათ თავი და მე ვისაც უნდა იმას მისცეს ხმა, ვისაც უნდა იმის ბანერის წერია ხელში და ვისაც უნდა საერთოდ რაც უნდა ის უკეთებია, ხო? ეხლა უბრალოდ ყველას გვიგზალავენ ცხოვრებას, თავისუფლებას, გვართმევენ დემოკრატიას და გვართმევენ სამშობლოს, ამას აკეთებენ რუსები და მათი კორუმპირებული ჰიბრიდული პარტია და ეხლა იმაზე საუბარი რაღაც კინკლაობა პატარა დეტალებზე არასწორია. ეხლა მეორე მხრიდანაც რო შევხედოთ, ხო? ბოლო დღეებში ამაზე მიდის ბევრი საუბარი და მაგიტომ მინდა რომ უბრალოდ აი ეს თემა ამოვწუროთ. აი ვიღაც ადამიანი არის, ვისაც უჭირავს ხელში მიშას ბანერი, ხო? რა ვიცი, ეს სავარაუდოდ ის ადამიანი, რომელიც აი 13 წელია ოცნებას ებრძვის. სავარაუდოდ ესეთი ადამიანია. ხო, იმას ეუბნებიან, რომ ვიღაცა ვინც აი გუშინ განკოცდა, ან გუშინ წინ აიტანე რა გახარიასთან დადექი, ოკეი, არ არის პრობლემა, დადგა გახარიასთან. მერე მიუყენეს ბესელია, დადექი ბესელიასთან, რომელმაც სხვადასხვა აიშკრილნიკოვები და FSB-შნიკები გამოუშვა COVID პატიმრის სტატუსით. ოკეი, აიტანა ამ კაცმა და იმის გვერდითაც გას. მერე უნებენ რომ ხა სალამე ზურაბიშვილი რო დაგიძახებს, გამოდი ქუჩაში, სალამე ზურაბიშვილი, რომელმაც თქვა რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და წითელ უბნის რადარი ჩვენ დავბომბეთ და გარეჯი საქართველოს რუსული სპეცოპერაცია მე დავიწყე და იმის გვერდზე დადგით. დღას ის ადამიანი იმის გვერდზე და აი ეს აღმოჩნდა რომ ეს ყველა მისაღებია. და ის ადამიანი ვიღაც სავარაუდოდ ვიღაც რიგითი მოქალაქე რომელსაც სამსახურის დაკარგა და ვიღაცის ბანერი დგას ხო აი ის სხვებისთვის აი ამ დანარჩენებისთვის მიუღებელია ხა ეს აბსურდია ხო ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ კეთილსინდისიერები საკუთარი თავის მიმართ საკუთარი სამშობლოს მიმართ და მომავლის მიმართ და ამ ბრძოლაში თუ გვინდა რომ გქონდეს წარმატების შანსი მაშინ აი ესეთი შემოგდებული მე ვიტყოდი თემების გარშემო კამათიდან თავი უნდა შევიკავოთ. და თავარი ხა ჩვენ თქვით ხო სანქციები ვახსენეთ, საზოგადოების აქტიურობა ვახსენეთ და თავარი ეს არის საერთაშორისო კონიუნქტურა. ხო, აი უკრაინა ვახსენეთ რამდენჯერმე, არ მინდა ხა ისეთ შტაბ-ბეჭდრება დარჩეს ვინმეს რომ აი უკრაინაზე ვართ თავიდან ბოლომდე მიბმული, მაგრამ სულ ვიხსენებ ხოლმე აი გამსახურდიას და კოსტავას მაგალითს, ხო? აი კოსტავა და გამსახურდია 56 წლიდან, აი 17 წლისები რო იყვნენ, მაშინდლიდან იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ მათ თავიანთ მიზანს ქართულ ხალხთან ერთად მიაღწიეს მხოლოდ 91 წელს. 90 წელს არჩევნებზე
და უკვე 91 წელს, როდესაც აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. რატო? იმიტომ რომ მთელი ამ დანარჩენი 35 წლის განმავლობაში არ იყო საიმისო საერთაშორისო კონტექსტი. 56 წელს დაგხრიტეს, ხო, გამოვიდნენ და ასობით ქართველი დახოცეს რუსებმა. 78 წელს იყო კიდე გამოსვლები და მაშინაც გადააგორეს. სულ რაღაც იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირი სანამ იდგა მყარად და სანამ იყო ფეხზე, მანამდე ჩვენს სულისკვეთებას, ჩვენს ოცნებას, ბოდიში მომითხოვია და ოცნებას უკვე ეს სიტყვაც გააბანძეს, ხო? ამანამდე არ ქონდა ამას გასახანი. როდესაც შეიცვალა საერთაშორისო ვითარება, დასუსტდა რუსეთი, ჩვენ შევძელი ჩვენი ბიზნეს მიღწევა. აქაც ეხა სამწუხაროდ იმ ვითარებაში ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ მეორე მხარეს არიან უბრალოდ ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფერზე უკვე რუსეთთან დაალაგებული ორკები, ხო? არაფერს არ ერიდებიან, არაფერს არ მორიდებიან აქამდე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი მათ თვითონ მოიჭერს უკან დასახევი გზა. შესაბამისად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დარჩენ ხელისუფლებაში, რუსეთს შეუსრულონ ყველაფერი, რასაც რუსეთი უბრძანებთ და ეს რეალობა ძალიან რთული მოსატრიალებელი იქნება თუნდაც ძალიან მრავალრიცხოვანი და ლამაზი პროტესტით. ჩვენ გვახსოვს 300,000 კაცი იდგა ქუჩაში და ამბობდნენ, რომ 30,000 გამოხვედით. აი, მილიონი რო გამოსულიყავით, იტყოდნენ, რომ რა მოხდა, საქართველოს მოსახლეობა 3.5 მილიონია და მილიონი მაინც 40%-ზე მეტი არ არის, 60% ჩვენა ვართ. ანუ ეგეთი ხალხია ეს, ანუ ენას ძვალი არა, ყველაფერს იკადრებენ, ყველაფერი უკვე იკადრეს. არა, მას ფაქტებს უარყოფა ნებისმიერ წამს შეგიძლია რა. კი. აი ხმა როგორ მახსოვს, ჩემი თვალის მახსოვს, რომ აი ძალიან ბევრი იყო მაშინ გამოსვლა 11 მაისის აქცია იყო, იქ არსული წელს რუსული კანონის აი 200,000 კაცამდე რო იყო და არა 20,000 კაცი იყავით მაქსიმუმ. არა და თვითონ რომ პარლამენტთან იყვნენ გამოსვლები 100,000 კაცს ძლივს მიუახლოვდა მაშინ როცა თელი ქვეყანა ჩამოიყვანეს და მაშინ კაცო ბევრი ვიყავით რა სამბოლოდ მილიონამდე ვიყავით და ყველაფერი მაშინ რას თავარია ორგანიზებულად ჩამოიყვანეს ხალხი აი ეს სიებით ის ადამიანები რომლებიც ჯერ ერთი ბიუჯეტზე არიან ისედაც მიბმული და მეორე ამაში კიდე ცალკე რაღაც ხეი რეპრესიული მექანიზმთან არის გამოყენებული და რეგიონებში დღემდე აშენებენ ხალხს თუ არ ჩამოხვალთ გაგიშვებთ სამსახურიდანო და ეხლა ბევრი ადამიანს კიდე როცა ესეთი სოციალური მდგომარეობა ურჩევნია იქ წავიდეს ვიდრე ოჯახის მშიერი დატოვას ხო სხვანაირი პრიზმიდან უყურებენ ეხლა როდესაც ცხოვრობ სადღაც სოფელში და აბსოლუტური ძალაუფლება აქვს ვიღაც სუსის შნირს და გამგებელს და კიდე ვიღაც ადგილობრივ ბიზნესმენს არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ აი ესეთი ტიპის პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღო საკუთარი ოჯახის სიცოცხლის ფასად რეალურად და მესმის რომ ბევრი ადამიანი არის, ვისაც შეუძლია გმირობა, მაგრამ მეორე მხრივ გმირობა იმიტომ არის გმირობა, რომ სტანდარტი არ არის. ხო, სტანდარტი რო იყოს, ალბათ გმირობა აღარ იქნებოდა. და ეხლა აი ტრამპის თემას მინდა რომ დაუბრუნდე რა. ანუ აქ დღემდე საქართველოში რაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ძალიან ბევრი ხდება აი ხშირად აი ოპოზიციური ფიგურები ძალიან ბევრია, რომელიც ტრამპს ლანძღავს პირდაპირ მნიშვნელობით და აგინებს რა. აი მაგალითად ხა ზურაბაშვილს არ უგინებიან, მაგრამ გააკრიტიკა აი ზელენსკისთან შეხვედრა რაც ხდება. ანუ მართალია ისე რომ ჩვენ უკრაინას ხარს უჭერთ, ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი ახლობელი ქვეყანა არის, ჭირთ ტრავმა გვაქვს და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ მაშინ როცა ტრამპს და ზელენსკის შორის მოხდა დაპირისპირება არ იყო საჭირო ჩართვა და ზურაბაშვილი გამოვიდა და ზელენსკის დაუჭრა ღიად მხარ და ტრამპი დაგმო. მაშინ როცა ერთი თვით ადრე ტრამპს შეხვდა კიდევაც ელა ვითომ ელაპარაკა და ურთიერთობა დაალაგეს რა და მე თუ მკითხავ აი ბევრი ოპოზიციონერი მაგას აკეთებს ხოლმე რა ხშირად NGO-ებს რომ აი ტრამპი ფაშისტი არის, ტრამპი ყიდის, ტრამპთან ურთიერთობა არ გვაწყობს და მე თუ მკითხავ ეგ პირიქით ჩვენს გვაზიანებს და ქოცებს საქმეს უკეთებს, იმიტომ რომ ქოცები გამოდიან და ეძახიან ჩვენ ტრამპის ღირებულებას ვიზიარებთ, ტრამპი ჩვენი ძმაკაცი არის, ერთნაირად deep state-ს ვიბრძვით, მაგრამ რეალურად deep state-ს არ დაიბრძვიან, ეგენ სხვა რაღაცას გულისხმობენ deep state-ში და მე თუ მკითხავ ეს ოპოზიციის ლანძღვა ტრამპის მიმართ პირიქით, მათ ჩვენ გვავნებს პირიქით, იმიტომ რომ აი ოცნება მიდის მაგალითად ჯიმემჯერად დღემდე რომ აი ამერიკაში ისინი მიდიან ხოლმე, აი მაგალითად თურნავა და დავითაშვილი ვიყავ და სკრინებად ჩაუტანეს ვიღაცები როგორ ლანძღავდნენ ტრამპს კომენტარებით და იმათ კიდე აი ზოგიერთი NGO-ს წარმომადგენლებს მართლა სერიოზულად სახე დაჩვენებენ ამას. და მე თუ მკითხავ რეალურად არ არის სწორი რა ამერიკის პრეზიდენტის ლანძღვა საქართველოსთან როცა ესეთი მძიმე პირობებში ვარ და ზოგადად ასეთი პატარა ქვეყანა ვართ. ხო, გეთანხმები ყველაფერში. ზურაბიშვილზე უბრალოდ დიდი ხანი არ შევჩერდებოდი, იმიტომ რომ მე მას არ მივიჩნევ რაღაც სერიოზულ პოლიტიკურ ძალად, ის არის თანამდებობა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება რაღაცა ფორმით პოლიტიკური ასპარეზზე, თანამდებობაა, მაგრამ როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურას მას წონა არ გააჩნია. აი ამ თანამდებობას ვიღაცები კიდე მიეტმასნენ, რომელსაც ასევე არანაირი პოლიტიკური წონა არ გააჩნიათ, მაგრამ მაგისგან დამოუკიდებლად კი ბატონო, აი არსებობენ პოლიტიკური წონის მქონე ოპოზიციური ფიგურებიც, რომლებიც ძალიან მკვეთრად აკრიტიკებდნენ ტრამპს, სადაც მე ახლა სხვაზე რო არ ვილაპარაკო, მეც დამნაშავე ვარ იმაში, იმიტომ რომ ერთი-ორჯერ ვერ მოვთოკე, ასე ვთქვათ, ემოციები და ძალიან მკვეთრად გამოვხატე ჩემი აზრი, როდესაც მაგალითად ტრამპმა უკრაინას დააბრალა
რუსეთთან ომის დაწყება, ხო? ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, ძალიან გვატრიგერებს ის, როდესაც გვესმის ტრამპისგან, თავისუფალი სამყაროს ლიდერისგან, ამერიკის ლიდერისგან ის, რაც შეიძლება ერთ-ერთ შემთხვევაში რუსულ პროპაგანდას, ხო? ახლა როგორ შეიძლება, რაც რუსეთს შემოვიდა და გიპყრობს და შენ როგორ უნდა გერიდებინა ეს თავიდან? აი რა უნდა გექნა? ხო მარტივი კითხვა, აი ან მეორე კითხვა შემოვიდა რუსეთი როგორც ყაჩაღი შენ სახლში და გეუბნება რომ აი 4 ოთახი თუ გაქვს, ეხლა 2 ოთახი ჩემია. და დამიკანონე. აი, დაუშვათ დაუკანონე. რა იცი რომ აი ხვალ კიდე მესამე ოთახზე არ შემოვა. ზე კიდე არ გეტყვის რომ რაც დარჩა ისიც მომეც, ხო? ჯერ ერთი ესეც რა წესია, რატომ უნდა დაფასდეს, ან რა კონკრეტული მატერიალური თუ პოლიტიკური ხეირი ახლავს აგრესიის დაჯილდოებას, ხო? თანამედროვე სოფლიო წესრიგი ხო იმაზე დგას, რომ რაღაც წესებზე შეთანხმდა სამყარო და ამ წესებს პატივს სცემენ. მათ შორის ერთ-ერთი არის საზღვრების ურღვევების პრინციპი და ეს საზღვრების ურღვევების პრინციპი პრაქტიკულად არ დარღვეულა 1-2 გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული არის კოსოვოს მაგალითი და ეს ის შემთხვევა, როდესაც დასავლეთში ძალიან ბევრმა შესწოდა, როდესაც ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, როდესაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს და რაზეც პუტინმა მაშინვე თქვა, რომ ჩვენ ამაზე პასუხი გვექნება და ეს იქნება ასიმეტრიული პასუხი და კოსოვოს აღიარება მოხდა 2008 წლის თებერვალში და აგვისტოში მოხდა ჩვენთან ომი. ოღონდ მანამდე პუტინმა ყველაფერი გააკეთა. მანამდე იყო აფხაზეთში სამხედრო დანიშნულები და რკინიგზის აღდგენა, იქ ჯარების შეყვანა, დამატებითი ჯარების შეყვანა, დსთ-ის კონკრეტული ხელშეკრულებებიდან გამოსვლა, რომელიც რუსეთს ზღუდავდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. ხო და საბოლოოდ მე ამას მოყვა შტაინმაიერის გეგმის ჩავარდნა და საქართველოში შემოჭრა. ანუ მაგიტო ვახსენე, ხო ეს ძალიან ძვირად დაუჯდა სამყაროს ის კოსოვოს მაგალითი. ეხლა ამ შემთხვევაში რუსეთს ეუბნებიან რომ შენ ყირიმი წაიღე და რა ვიცი შენი იყოს და დანარჩენიც ეხლა აი 4 რეგიონი კიდე დაიპყარი და ეგეც შენი იყოს. ანუ რატო ამბობ ამას? მე მესმის რომ ძალიან რთულია რეალობა იგივე უკრაინაში, მაგრამ პირველ რიგში უნდა ველაპარაკოთ უკრაინელებს, ეს მათი სამშობლოა. ეს ერთი. მეორე რუსეთის ცოდნა აქ არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ხედავთ რომ 10 წელიწადში ერთხელ თუ რაღაც პერიოდულობით რუსეთი იყენებს დასავლეთში ისეთი ადამიანების იდეალიზმს თუ ეგოცენტრიზმს, რომლებიც ფიქრობენ რომ აი რუსეთთან შეიძლება დალაპარაკება. რუსეთთან შეიძლება დალაგება და არ შეიძლება. ანუ უნდა იცნობდე რუსულ ფსიქოლოგიას, რუსულ ფსიქოტიპს, მათ ისტორიას, დიპლომატიის ისტორიას, მათ შორის სამხედრო ისტორიას. არ შეიძლება, არ ლაგდება რუსეთთან ურთიერთობები, გარდა ერთი გზისა, რუსეთს ესმის ძალის ენა. პირობითად ტრამპი, რომელიც აი ესეთი ძლიერი ლიდერია, ნამდვილად არის და ბევრს შიშის ზარს ცემს, ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ მე ხა ზელენსკის საყვედურს მივცემ იმ კოსტუმთან დაკავშირებით, ან ჩემი რომელიღაც ხარდამჭერი მისცემ საყვედურს იმ კოსტუმის არჩაცმასთან პროზორ დაკავშირებით, აი თეორიულად თქვა, ხო, რომ ეთქვა, რომ აი ხვალ გამოვალ და აი ერთ კვირას ვადლებ პუტინს რა და თუ არ მოაწერს ხელშეთანხმებას, მაშინ დავადუღებთ back into the stone age რა. პირობითად ვიძახ, ხო, ახლა შეიძლება ბევრს ეთქვა, რომ გიჟი ხო არა ხარ მესამე მსოფლიო ომს იწყებ. არ იქნება და ზუსტად ეს არ იქნება. პუტინი ხო ამით გვაშინებს. პუტინი იძახის, რომ მე ყველაფერს ვიზამ, რომ თუ ჩემი პირობები არ შესრულდება, მაშინ დასავლეთ სეშინოზე ანუ დაძაბულებას რო შემოიტანდა მაგით რა. ანუ მაგით ხო რეალურად თავის ამორჩეულს მოუტყუებდა, იმიტომ რომ ტრამპი ხო რეალურად იზოლაციონისტების ხარჯზე მოვიდა მეორე ვადით რა, იმიტომ რომ ანუ ახლა ამერიკის პრეზიდენტი როცა ხდები, ყველა გზაზე უნდა ყველა ნაბიჯს უნდა გადააბიჯო, რომ გახდე მართლა ამ თანამდებობაზე და ტრამპი რეალურად ამ იზოლაციონისტების ხომ მithმოვდა და ჭირდება ის რომ ეს ამ იზოლაციონისტებს ისე შეუსრულოს დაპირებები, რომ სოფლიო წესრიგიც არ მოშალოს. არ არსებობს დამოუკიდებლად იზოლაციონისტები, არსებობს ის, რასაც ტრამპი იტყვის. ანუ ტრამპი არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ადამიანებში განწყობებს. ხო, ტრამპმა ხვალ რო გადათქვას ეს იზოლაციონისტური რიტორიკა, ეს ამორჩევლები 99% მიყვებიან მას და იტყვიან, რომ ეხლა ასეა სწორი. შესაბამისად, მას აი ბოდიში მას შეეძლო, ვიმეორებ, რა არის ძლიერი ლიდერი. ძლიერი ლიდერი არის, რომელიც დანიას ეტყვის, რომ მე ეხა შენ 5 მილიონიან დანიას, ხო? მე ეხა შენ კარგად თუ არ მოიქცევი, მას აქვე გრენლანდიას წაგართმევ, საერთოდ სადაც საერთოდ 50000 კაცი ცხოვრობს ამ თელ გრენლანდიაში, ხო? თუ ის არის სიძე რომ ეთქვა, რომ პუტინი მისმინე ჩემი ბიჭი ხო იცი შენი ადგილი, ხო იცი შენ რა რესურსი გაქვს, სამხედრო, ფინანსური, ეკონომიკური და ასე შემდეგ და ხო იცი მე ვინ ვარ, ხო?
ანუ ან ეგ ერთ კვირაში დადებ ხელშეკრულებას და უკრაინიდან გახვალ, ან მე მევიც ხო? აი ერთადერთი ენა. აგერ თქვენ, აგერ მე მაინც მანდვივართ, ხო? მაინც მანდვივალთ საბოლოო ჯამში. და მაგ ნაბიჯებს გქონი ეხა მიდის პროსტიტუაცია, აი მინერალების ხელშეკრულება რაც გაფორმდა და მაგით მე მკითხავ, პირიქით ანუ იზოლაციონისტების გული მოირგო, იმიტომ რომ მოიგო, ასე რომ იმიტომ რომ ანუ ფულს აგზავნეს უკრაინაში, ანუ უკრაინას ეხმარება, მაგრამ გარკვეულ ეუბნება რომ აი სარგებელს ვიღებთ ამით და პლუს უკრაინის უფრო მეტი ხარდაჭერი გახდება და აი მაგალითად ამ მინერალების ხელშეკრულების მერე იყო რომ ვენსმა თქვა რომ რუსები უკვე ზედმეტი თხოვენო რა, ვეთანხმებოდით რაღაცებში, მაგრამ უკვე ძალიან ზედმეტი მომდა და თავზე გავიდნენ რომ პირდაპირ ვთქვით მასეთი რაღაცას თქვა და ხო, აი მოდი შევხედოთ გიო რა მეც მომეწონა ეგ განცხადება ვენსის სტანდარტით, ხო? იმიტომ რომ ვენსის სტანდარტით ეს იყო ძალიან კარგი განცხადება. მაგრამ აი ცოტა უფრო ქართული სტანდარტით რო შევხედოთ, რას ნიშნავს ზედმეტი თხოვენ. ანუ რეალურად ვენსი ეუბნება რომ აი ყირიმს გაძლევდი, დონბას გაძლევდი და შენ ახლა კიდე რაღაცეები გინდა და ანუ ყირიმს და დონბას რაპონჩი აძლევდი. ბოდიში ამ ჟარგონისთვის, მაგრამ მე მესმის რომ რაღაცეები იქნება რთული შესასრულებელი. მაგრამ ვიმეორებ, კარგად უნდა გვახსოვდეს ძალთა თანაფარდობა, ხო? ძალთა თანაფარდობის თვალსაზრისით რუსეთი უბრალოდ კონკურენციას ვერ უწევს დასავლეთს. ხო, ხშირად ამბობენ, რომ აი ნახერამაგარია და ამდენი ხანი ებრძვის ნატო. რა ვიცი, უკრაინაში შევიდა, უკრაინა არის რუსეთზე 4ჯერ პატარა სახელმწიფო, მოსახლეობით 4ჯერ თუ 5ჯერ. ტერიტორიით ბევრი, ხო. ის ატომური სახელმწიფოა, ამას არ აქვს ატომური იარაღი და მეოთხე წელია ომობენ. ხო, ახლა რაზე ვსაუბრობთ? არ უნდა და პუტინს ამ ომის მოგება, ძალიან მალე ხო უნდა და 3 დღეში უნდა და 3 თვეში უნდა და 3 წელიწადშიც ვერ მოიგო. ესე იგი, რუსეთს არ შეუძლია ამის გაკეთება, ხო? მეორე მხარეს, ერთადერთი პრობლემა რომელიც არის ნება. ხო? და ის აი ხა deep state-ზე მაინტერესებს. აი ამაზე დავამთავროთ, რა წუთი deep state-ზე სანამ გადავალთ. აი ნებისმიერი ისეთი სამხედრო სტრატეგოსის ან დიდი ისტორიკოსის ნაშრომი რო წავი კლაუზევიცი გინდა თუ თუკიდიდე გინდა თუ ნაპოლეონი გინდა ამაზე სხვადასხვა სიტყვებით სხვადასხვა კონტექსტში არის საუბარი რომ ძალაუფლება და ძლიერება არ ნიშნავს უბრალოდ აი ზოგადად რაღაც რესურსებით აღმატებულობას შენი მტრესთან ერთად მიმართებაში. ამიტომ აქამდე რაც ვილაპარაკე რომ დასავლეთს მეტი რესურსი აქვს, სამწუხაროდ ეგ არ არის საკმარისი. ამისთვის საკმარისია რომ დასავლეთს ჰქონდეს ამ რესურსების გამოყენების ნება და რუსეთმა ეს იგრძნოს. ეხლა ბოდიში და ვიღაც მართლა ჩინოვნიკი რომ მივა, შარლ მიშელი ან ვიღაცა ხო, აი რომელიღაც პუტინთან რომ მივა, არ ეშინია მათი. არც ვიტკოფის არ ეშინია ბოდიში. არ ეშინია რა. პუტინი რომ გამოდის და ეგრე თავდახრილი და კერძე ხელით რო ეგებები, არ ეშინია. იმას უნდა ეშინოდეს და ამის წინაპირობა არსებობს. ანუ ამერიკის როგორ არ უნდა ეშინოდეს ვიღაც სინგლიან რუსს. როგორ არ უნდა ეშინოდეს, ხო? აი ეს იქნება ძლიერება, ეს გვინდა ჩვენ ტრამპისგან, ანუ საყვედურს კი არ ვეუბნებით. ტრამპისტები ვართ იმ გაგებით, რომ გვინდა რომ მან წარმატებას მიაღწიოს ამერიკის მტრების დამარცხებაში და არა მოყრების გაუცხოებაში და მტრების გადიდგულიანებაში. ხო, ის მაგაზე რეალურად ჩერჩილს აკარგან ნათქვამ, ამერიკელები ყველაფერს სწორს აკეთებენ, იმის მერე რაც ყველაფერ არასწორს გააკეთებენ და ეგეთი რაღაცა თითქმის ანუ ტრამპმა არასწორი გააკეთა ბევრი რაღაცა, ეს დათმობების ერთი თვე, მაგრამ ეხლა უკვე სწორ ნაბიჯებზე გადადეს რა, რასაც უყურებთ ჩვენთან მიმართებაშიც და ასევე უკრაინელების მიმართებაშიც და აი ხა ბოლოსკენ მინდა რომ გავიყო deep state-ის თემა, ანუ ყაბადაღებული deep state-ი ასე რომ ვთქვათ რა. აი ქართველები რო ახსენებენ ხოლმე deep state, ანუ ნუ კოცები ახსენებენ რეალურად ქართველები რა შუაში იმაგაში და აი ამერიკელთან რა ვაკვირდები ხოლმე რა განსხვავება არის ძალიან დიდი რეალურად ანუ ამერიკაში ტრამპი გულისხმობს ადგილობრივ ბიუროკრატიას რომელიც შიგნით დიდი ხანია უკვე ჩარჩენილები არიან და მართლა რაღაც გავლენის ბერიკეტები აქვს ხოლო საქართველოში კი deep state-ი ასე ვთქვათ არ აქვს რა ერთადერთი deep state-ი ვინ შეიძლება განვიხილოთ ანუ თანამდებობაზე არ არჩეული პირი რომელსაც აქვს დიდი გავლენა დიდი ფინანსური რესურსი ერთი არის ბიძინა ივანიშვილი და ანუ ოცნება რა გამოდის ანუ რასებს საკუთარ პარტიის ხელმძღვანელს ებრძვის თუ ის ებრძვის ანუ ხო, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვებრძვით თუ ამერიკულ deep state-ს, ხო, ამერიკულ deep state-ს, რომელსაც თუნდაც მთელი მსოფლიო ემორჩილება ხოცების და რუსების გარდა. ხო, და ყველაზე კომიკური მანდარი ხოლმე ბიძაშემი მელაპარაკები ხოლმე უფროს ბიძა მყავს ერთის ომს, რომ ანუ ამათმა deep state-ი რანერ უნდა დამოწ 10 წელია ფაროსანა ვერ დაუმარცხებიათ ხოლმე, სულ მაგას მეუბნება რა. ესენი ვის დამარცხებლები არიან ამერიკაში რომ მიდიან აქ დაამარცხონ ფაროსანა ჯერო. ხო, რა თქმა უნდა, ზოგადად ხა ივანიშვილმა რაც გააკეთა ბოლო 13 წლის განმავლობაში არის ეგრეთ წოდებული უარყოფითი გადარჩევა, ხო? პირველი წების თუ პირველი თაობის ქართული ოცნების წევრები თუ ის პოლიტიკოსები, რომელიც მაშინ ალიანსში იმყოფებოდნენ ოცნებასთან, ხშირ შემთხვევაში იყვნენ პოლიტიკოსები თავის წარსულით. ზოგი მოგწონს, ზოგი არ მოგწონს, მაგრამ ჰქონდათ თავისი წარსული გამოვლილი გზა, პოლიტიკური წონა, კონტაქტები, მრწამსი და ასე შემდეგ. ეხლა ივანიშვილმა გადაარჩია სრული ზეროები.
ან რომელსაც უბრალოდ არაფერი არ გააჩნიათ, არაფერს არ წარმოადგენენ არც პოლიტიკურად, არც ინტელექტუალურად, აი არაფერს არ წარმოადგენენ, მაგრამ არიან ძალიან მდიდრები და გავლენიანები, იმიტომ რომ ივანიშვილმა ისინი დასვა კონკრეტულ ადგილას. ხო, უთხრა რომ ახლა შენ კონვერტით ფული, ახლა შენ რაღაც კონკრეტული ტენდერი, ახლა შენ რაღაც ალაზნის პირზე ჰელტრობით მიწა და ასე შემდეგ და შენ გააკეთე რასაც გეტყვიან. და ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ გაიწყვიტონ შუბლის ზარღვი და დაემორჩილონ ტერს. აქედან გამომდინარე, ხა როცა ვსაუბრობთ აი ოცნება რისი გამკეთებელია, არ არსებობს ეს ოცნება, რა ეს არის რაღაც რუსული ჰიბრიდური ძალა ვიმეორებ, რომელსაც დარჩა მხოლოდ სტატისტიკური ერთეულები, რომლებიც მას ემორჩილებიან და რომელსაც მიჩენილი აქვს თავისი როლი, ხო, ახლა ეს არქუა რო გამოდის ხოლმე, შეუძლებელია არ გაგეცინოს. აი მგონია რომ უბრალოდ პირუკუღმა უნდა, ხელუკუღმა უნდა ააწნა და გეტყვის რომ კაი, რას მერჩი ახლა მეთთან ხუმ რომ განამართლა ვამბობ, ხო, განამეთთან ჯერა. იგივე არის Deep State-ის ამბავი. მგონია რომ რაღაც ეტაპი მოვა, როცა გეტყვია რომ კაი ახლა რა მოგივიდა, მართლა კი არ ვფიქრობდით ეგრე, ან რაღაცას გეტყვიან ახლა. სერიოზულად როგორ უნდა გიპასუხონ? ომის პარტია ხო შეცვალეს მაგით. გლობალური ომის პარტია იყო და ახლა Deep State გახდა აქტუალური თემა რა და ხო, ტრამპის იმას დააჯდნენ, ესე ეგონათ, რომ აი ტრამპი რახან Deep State-ს იყენებს, ჩვენც ახლა გადავიდეთ ამ ტერმინზე და იქნებ რაღაცა გვეშველოს. ახლა აი ბოლოსკენ რო წავიდეთ რა, დღეს უკვე გამოსდა რომ ერთი ყოფილი პოლიტიკოსი დააპატიმრეს და დიდი ალბათობით კვირანახევარში უკვე სხვა პოლიტიკოსებს მიადგებიან, იმიტომ რომ კომისიაზე არ მისვლის გამო გირავ არ გადაიხარეს და უკვე დაიჭერა. აი თქვენი აზრით რა, დასავლეთსა და კერძოდ ამერიკის პოზიცია ამაზე რა იქნება? შეიძლება ეს პოლიტიკოსები მოგწონდეს, არ მოგწონდეს რა, სხვადასხვა მიზეზების გამო. ეხლა მაგალითად დაჭერილი პოლიტიკოსი დღეს მე ამბობ, დიად არ მომწონს, მაგრამ ეხლა პატივისცემა მაქვს, იმიტომ რომ იბრძოლა ასე რომ თქვა და ციხეში მიდის რა. ან დასავლეთის პოზიცია რა შეიძლება იყოს, რომ აი მოქმედი პოლიტიკოსებს აპატიმრებენ ასეთ. ამით უმეტეს დასავლეთ ამერიკის, რომელიც ვიცე-პრეზიდენტს თქვა, რომ ოპონენტების დაჭერა არ შეიძლება. აი ვიცე-პრეზიდენტმა ბუესი რო გამოვიდა მიუნხენის კონფერენციაზე, ერთ-ერთი რაღაცა ეთქვა, რომ ოპონენტების დაჭერა კი არ შეიძლება, სიტყვის თავისუფლებით უნდა ისარგებლონ მათ და ისინი წიწით დაამარცხო და ვენსის სიტყვები საერთოდ საგდეპის დირექტორმა გამოიყენა ჩვენთან მაშინ კი ბატონო. და მე მგონი ან და თქვენ რას ფიქრობთ რა, მოდიყვებით იმ აზრზე, რომ რეალურად ეს საკმაოდ ნეგატიური იქნება დასავლეთში ამ ხრივ? კი, ოცნებისთვის ძალიან ჩვეული ტაქტიკა არის მძევლის აყვანა და მე მძევლებით ვაჭრობა. ჩვენ გვახსოვს 2020-ში, 2021-ში გააკეთეს, მე მთელი პროცესი დადგეს და მძევლის გათავისუფლებაში გამოივაჭრეს თავისთვის რაღაც სიკეთეები. ძალიან რუსული მეთოდია ეს, ქმნი რაღაც ხელოვნურ რეალობას, გადადიხარ სხვის ტერიტორიაზე, უზღუდა ვიღაცას თავისუფლებას, აკყავს ძევალი და მე უკან დახევაში და ისიც ნაწილობრივ ძალიან მცირედ უკან დახევაში ვცდილობ რომ გამოივაჭრო შენთვის, ავიც მაგალითად ხელისუფლების აღიარება, ლეგიტიმურობის აღიარება, ხო? რასაც ესენი შეეცდებიან. პირველ რიგში სოლიდარობა ირაკლი ოქრუაშვილს გეთანხმები, რომ ახლა მეც მის პოლიტიკურ გზას თუ გადავხედავთ, ძალიან ბევრ რამეს არ ვეთანხმები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი, ამ ეტაპზე მან გამოავლინა ძალიან მნიშვნელოვანი ვაშკაცობა იმ თვალსაზრისით, რომ აი ამ ბინძურ რუსულ რეჟიმს არ დაემორჩილა და არ გადაიხადა ის უსამართლო გირაო და შესაბამისად მძევლად აიყვანა. კი არ დაიჭირა, კი არ დააკავა. ეგეც ვახსენოთ რა, ეს სიტყვები მნიშვნელოვანია, დააკავას, რომ რა დააკავა. მძევლად აიყვანეს, დაიჭირეს. დაკავება მაინც რაღაცნაირად გულისხმობს თითქოს ეს რაღაც ლეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმურ ქმედებას ახორციელებს, ხო? ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს, არ არის გამორიცხული და მაღალი ალბათობით სხვებსაც დაიჭერენ, ეს არის ამათი მიზანი და მათი მიზანია, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში ბოლომდე მოასუფთავონ პოლიტიკური ველი პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, აქტიური ადამიანებისგან და თავისუფალი მედიისგან. აქ მიყავს ივანიშვილს, აი ყუბად ყველა არ ვახსენებ წელა, ხო, აი ყუბად უნდა აქციო საკაურობა, ზოგისთვის შეიძლება ბელარუსი იყოს, ზოგისთვის შეიძლება თურქმენეთი იყოს, არ ვიცი, ალბათ ის დარჩა, რომ რაღაც თავის წიგნს გამოსცემს, ან ბერას დისკები კი აქვს გამოცემული პრინციპში, ბოლო სუპერმარკეტებში ორლარად იყიდებოდა, მაგრამ მაინც არავის მეკონა. ბიზნეს მუზეუმი რო გახსნილი ერთგვარი ბიზნეს ფოტოები რო ეკიდა, არ გქნან ხე ვიდეო? 2014-15 იყო ბიზნეს ერთი შენობა იყო. გამოფენა გააკეთეს მახსოვს, ხო. და ისე ბატონი და რაღაც ბედნიერები უყურებდნენ და ბავშვი იყო მაშინ შოკირებული უყურებდი მაგას. ეგ ოქრუაშვილია და ღარიბაშვილმა მოვაწყო. როდესაც ივანიშვილი წავიდა ბჭყალებში პოლიტიკიდან, როცა გადადგა პრემიერის თანამდებობიდან, მოვიდა ღარიბაშვილი და ეგ გააკეთა, რომ ახლა მოდი მე ვიხდი მადლობას, ესეთი კამპანია იყო და ნუ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამ უთავმოყარეო მადლობის ხდაში. კარგით ბატონოსაც უკვე ფინალისკენ რო გავიდეთ, დრამის ხوار დაამატებთ თქვენ პირადად რამს? დავამატებ იმას, რომ ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ შენ და ბეშკენას, კაი ხალხო. გოგას ასევე?
კი ბატონო და რასაც უყურებ, აი რაც გაქვთ გაკეთებული, თქვენი ხელით არის გაკეთებული და ეს არის მთავარი, ხო? ძალიან ბევრი ელის ხომ რაღაც რესურსი მინდა, ფინანსები მინდა, რა თქმა უნდა, ფინანსები და რესურსი ყველასათვის სასურველია და ზედმეტი არასდროს არ არის, გეთანხმები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმ სულისკვეთების გამოვლენა, რომელიც თქვენ უკვე გაქვთ გამოვლენილი ამ საქმის დაწყებაში, წარმატებები თქვენ და რასთავარი იმდით საქმეს, რომელსაც თქვენ ემსახურებით და ჩვენ ყველანი მემსახურებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ასიამოვნე იყო თქვენთან საუბარი, მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ყურებისთვის, გამოგვიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.